თქვენი განცხადებით საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ჩართული არიან კორუფციაში და ბევრი მათგანის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. კერძოდ, ტელეეთერში გაკეთებული განცხადების დროს და ასევე გაზეთ რეზონანსისათვის 2007 წლის 27 სექტემბრის მიცემულ ინტერვიუში თქვენ დაასახელეთ შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია. ასევე განაცხადეთ, რომ ფლობთ ბევრ სხვა საინტერესო მამხილებელ მასალას. თხოვ დაჩვენოთ გამოძიებას, რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულ პირებთან და საქართველოს ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით და რას გულისხმობთ სხვა მამხილებელ მასალაში. ასევე ხომ არ ფლობთ რაიმე სახის მტკიცებულებებს თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად. მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ. შესაბამისად ჩემთვის ცნობია აღნიშნული პირების ფინანსური მდგომარეობის ინფორმაცია. თქვენი განცხადების თანახმად თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თანამდებობრივი მდგომარეობის, კერძოდ ფინანსური პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდში თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით გამოსძალა სხვადასხვა მეწარმეებს 4 მილიონ დოლარამდე თანხები, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ გამოყენებული იქნა საარჩევნო მიზნებისთვის. თხოვთ მისცეთ გამოძიებას სრული ინფორმაცია, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვენთვის ცნობილია და ასევე მივეთითოთ, ხომ არ ფლობთ რაიმე სახის მტკიცებულებებს ამ ფაქტების დასადასტურებლად. ასეთ მტკიცებულებებს არ ვფლობ. და შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას. ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციის სისტემას. თქვენ განაცხადეთ, რომ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში არაერთგზის დაგიკავშირდნენ და გირჩიეს არ დაბრუნებულიყავით საქართველოში. რამე თუ დაბრუნების შემთხვევაში მოხდებოდა თქვენი დაპატიმრება. თხოვ დაჩვენოთ გამოძიებას, ვისგან იღებდით აღნიშნულ ზარებს, რამდენჯერ და დააზუსტეთ მათი შინაარსი. ასეთ ზარების ავტორთა ვინაობა არ მახსენდება. მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ ეს პირები არ გახლავან სახელმწიფო სტრუქტურებში შემუშავე ადამიანები. შესაბამისად ეს შეიძლება მათი მონოგონით იყოს. ეს შეიძლება მათი მიერ მონოგონით იყოს. თქვენს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებიდან, ანუ დღეს მიერ მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ თქვენს მიერ გაცხადებულ სხვადასხვა მამხილებელი ფაქტებს არ ადასტურებთ იმ მიზეზით, რომ ისინი არ შეესაბამება სინამდვილეს. თხოვთ გამოძიებას განუმარტოთ, ვით იყო გამოწვეული თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები. ასეთი განცხადებები გამოწვეული იყო პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ჩემი პიროვნების ხელსაყრელ პოლიტიკურ მდგომარეობის ჩასაყენებლად. პერიოდულად მე მქონდა შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ პატრიკოდარგაჩვილთან და მის ლიკვიდაციასთან გაკეთებული განცხადება ასევე განპირობებული იყო
იმ მოტივით, რომ მასაც მიიღო პოლიტიკური დივიდენდები, რაც იმავდროულად ნიშნავდა ჩემი პოლიტიკური საქმიანობისათვის მისი ტელეკომპანიის მხარდაჭერას. მასთან შეხვედრების დროს მე მას პერიოდულად ვაცნობდი ჩემს გეგმებს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 304 მუხლის შესაბამისად თქვენ გაგაცნობთ აღნიშნულ პირს, რომელზედაც მოხდა თქვენი ჩვენების ჩაწერა, ასევე გაიცნობთ თქვენი დაკითხვის ოქს, ის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ მასში არსებული რეალობა. Თქვენ განმარტოთ გამოძიებას, როგორ და რა ვითარებაში მოახდინეთ დიმიტრი ქიტოშვილის მეშვეობით ჯემალ სვანიძისგან შპს ჯეოსელის 2.5%-იანი წილის თქვენს მეგობარ გურამ გოგუაზე გადაფორმება. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სვანიძე ფლობდა ჯეოსელის 2.5%-იან წილს. განზრახული ჰქონდა რა ამ წილის დაუფლება დიმიტრი ქიტოშვილს მოველაპარაკე შეხვედროდა სვანიძეს და მოეთხოვა მისგან მისი კუთვნილი წელის ჩვენთვის გადამყურება. ნომინალურ ღირებულებად 250,000 შედარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუცვალეთ მას, რომ შეექმნებოდა პრობლემები. რამეთუ მას ეს წილი თავის დროზე შეძენილი ჰქონდა არა მარტო ზომიერად. მისი გამოაშკარავების შიშით სვანიძემ ჩვენს მეგობარ გურამ გოგუაზე გადააფორმა აღნიშნული წელი, რაშიც დიმიტრი ქიტოშვილის მეშვეობით გადახდილი იქნა 250,000 ამერიკული დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი გაფორმებული იყო გოგუაზე, რეალურად იგი ქიტოშვილს ეკუთვნოდა. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, ვაღიარებ მხოლოდ გულგრილობას, კერძოდ იმას, რომ ჩემთან დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობა შესაძლოა არ გაუწიე ჯეროვანი კონტროლი, რაც თანამდებობრივად მიმართებოდა. შესაბამისად, შესაძლოა ამით ამოიხადებოდეს ჩემი მხრიდან სამსახურების გულგრილობის ფაქტი. დასულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა, რომ მისი ინტერესები დაიცვან ადვოკატებმა ეკა ბესელიამ, ტარიელ ჩოჩიშვილმა და ლილი გელაშვილმა. ოქრუაშვილი მოითხოვს, რომ მისი ინტერესების დაცვა გააგრძელოს ადვოკატმა გივი პაპუაშვილმა. რამდენიმე წუთის წინ კი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიგა გიორგაძემ ჯერ კიდევ მეშვიდე საპყრობილეში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოინახულა. გიორგაძის განცხადებით, ოქრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და ადვოკატებთან შეხვედრას საპყრობილის დატოვების შემდეგ გეგმავს. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, რომ ადვოკატებს, ბატონ ეკა ბესელიას და დანარჩენ ადვოკატებს შეექმნათ აფხოლება ბატონ ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის. ბუნებრივია ჩვენ დავინტერესდით ამ კუთხით ხომ არ ქონდა დაცვის უფლების ხელყოფას ადგილი, გამოცხადეთ ადგილზე, პირადად შევხვდი ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც თავი შეიკავა ჩვენთან საუბრისას და იმ კითხვაზე ჰქონდა თუ არა უარი ნათქვამი აღნიშნულ ადვოკატებზე, ვან თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან. ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის წევრი და ადვოკატი ეკა ბესელი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა უკანონოდ ადვოკატის დასწრების გარეშე გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმარზე ზეწოლა განხორციელდა. ბესელიამ არ იცოდა იმის შესახებ, რომ უნდა მომხდარიყო ოქრუაშვილის დაკითხვა. მომხდარის შესახებ მან შემთხვევით ჟურნალისტებისგან შეიტყო. ეკა ბესელიამ მეშვიდე საპყრობილეში შესვლა დღეს ვერ მოახერხა და ტერიტორია უკვე დატოვა.
მეც გავიგე ტელეფონით, იმიტომ რომ სულ სხვა სასამართლო სხდომაზე ვიმყოფებოდი. არავითარი საგამოძიებო მოქმედების და დაკითხვის თაობაზე ჩვენთვის არ უცნობებია გამოძიებას პროკურატურას. დაკითხვა უნდა მომხდარიყო ოქროაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით. რატომ მოხდა მისი დაკითხვა ჩვენი მონაწილეობის გარეშე? რატო არც ერთ ჩვენთაგანს არ დაუკავშირდა პროკურატურა? ჩვენ ამას აღვიქვამთ, რასაკვირველია მასზე ზეწოლის განხორციელების ფაქტი და წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აგვიხსნას პროკურატურამ, რატომ არ შეგვატყობინეს ჩვენ ამის თაობა.